წარმოგიდგენთ სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის ვიდეო ტრენინგების კურსის მე-11 ტრენინგს. წარმოება. მოცემული ტრენინგის თემებია: წარმოების აღრიცხვის აწყობები, საკუთარი წარმოების პროდუქტის და სპეციფიკაციის დამატება, წარმოების ოპერაციები, პროდუქციის გამოშვება, წარმოების ხელფასი, წარმოების ზედნადები ხარჯების განაწილება და წარმოების ზედნადები ხარჯების განაწილების წესები, წარმოების ანგარიშგებები, გამოშვებული პროდუქცია, გზა პროდუქციის თვითღრებულების ანალიზი, თანამშრომელთა გამომუშავება, წარმოების ხარჯების ანალიზი. ტრენინგის განხილვა დავიწყოთ წარმოებასთან დაკავშირებული აღრიცხვის აწყობებით. გადადით ადმინისტრირების მოდულში და გავხსენით მარაგების აღრიცხვის აწყობები. ალმის წარმოება ჩართვის შემთხვევაში პროგრამაში დაგემატება წარმოების მოდული. შესაძლებელი იქნება წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის აღრიცხვა. ალამი წარმოების შეკვეთა გულისხმობს წარმოების შეკვეთების აღრიცხვას. ალმის წარმოების ზედნადები ხარჯების გატარება განაწილების დოკუმენტით ჩართვის შემთხვევაში, გამოშვებულ პროდუქციაზე წარმოების ზედნადები ხარჯების განაწილების გატარება მოხდება განაწილების დოკუმენტით, ნაცვლად პროდუქციის გამოშვებისა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე: საკუთარი წარმოების პროდუქტის და სპეციფიკაციის დამატება. საკუთარი წარმოების პროდუქტის დასამატებლად გავხსნათ ნომენკლატურის ჩანართი. დავაჭიროთ ღილაკს პლუსი და შევქმნათ საქონლის ტიპის ნომენკლატურა. გავწეროთ დასახელება. ჩავშალოთ აღრიცხვის აწყობები და მოვინიშნოთ ალამის საკუთარი წარმოების პროდუქტი. ალმის მონიშნის შედეგად გამოჩნდება და ავტომატურად მოინიშნება ალამი მყიდველის შეკვეთაში მაკომპლექტებლების რეზერვირება, რომელიც განაპირობებს მყიდველის შეკვეთის დოკუმენტში საკუთარი წარმოების პროდუქტისთვის საჭირო მაკომპლექტებლების რეზერვირებას. სურვილისამებრ შეგიძლიათ ალამი ამორთოთ. დააჭირეთ ღილაკ ჩაწერა. საკუთარი წარმოების პროდუქტი დამატებულია. სპეციფიკაციის დასამატებლად გადავიდეთ ჩანართში სპეციფიკაცია. დავაჭიროთ ღილაკს პლუსი. გავწეროთ სასურველი დასახელება. მაკომპლექტებლების სროლში აირჩიეთ ნომენკლატურის სი და საჭირო საქონელი და მიუთითეთ რაოდენობა, რომელიც საჭიროა მიღებული პროდუქტის ჩანართში მითითებული პროდუქციის საწარმოებლად. ავირჩიოთ შესაბამისი მაკომპლექტებლები. დავაკორექტიროთ მათი რაოდენობები. მაგალითად, ერთი ხაჭაპურის წარმოებისთვის გვჭირდება ცომი და ყველი რაოდენობით 2-2. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული პროდუქტის რაოდენობის შესაბამისად უნდა გადაანგარიშდეს მექანიკურად მაკომპლექტებლების რაოდენობა. დააჭირეთ ღილაკს ჩაწერა და დახურვა. ძირითადი სპეციფიკაციის ველში შეგიძლიათ აირჩიოთ მოცემული სპეციფიკაცია. თუ გსურთ, რომ დოკუმენტებში საჭიროებისამებრ სპეციფიკაციის ველი გადაივსოს აღნიშნული სპეციფიკაციით. მიუხედავად ამისა, სპეციფიკაციის გადარჩევა შესაძლებელი იქნება. დააჭირეთ ღილაკს ჩაწერა და დახურვა. განვიხილოთ შემდეგი საკითხი: პროდუქციის გამოშვება. გადადით წარმოების მოდულში და გავხსენით პროდუქციის გამოშვების ჩანართი. დოკუმენტის შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს პლუსი. შეავსეთ ქუდური ნაწილის სავალდებულო ველები, თარიღი და საწყობი. პროდუქციის ჩანართში შეგიძლიათ საკუთარი წარმოების პროდუქტის დამატება ღილაკებით პლუსი, შერჩევა, ცხრილი შევსება ფაილიდან. დავაჭიროთ ღილაკს პლუსი და გავწეროთ ჩვენ მიერ დამატებული პროდუქტი. იხილავთ, რომ სპეციფიკაციის ველი გადაივსო ავტომატურად, რადგან მოცემული სპეციფიკაცია ძირითადად ჰქონდა დაყენებული. სხვა დანარჩენი ველები გადაივსო ავტომატურად ნომენკლატურის ცნობარის არჩევისთანავე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ აღრიცხვის ანგარიშები. გადავიდეთ მასალების ჩანართში. გვაქვს 2 ალამი, უკვე ჩამოწერილი და ჩამოიწერება ამ დოკუმენტით. უკვე ჩამოწერილია ნიშნავს იმას, რომ სხვა დოკუმენტით პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო მაკომპლექტებლები უკვე ჩამოვწერეთ. ჩამოიწერება ამ დოკუმენტით გულისხმობს საჭირო მაკომპლექტებლების მოცემული დოკუმენტით ჩამოწერას. პროდუქციის გამოშვება ხდება დოკუმენტის მკვიდრ ნაწილში მითითებულ საწყობზე, ხოლო მაკომპლექტებლების ჩამოწერა მასალების სრულ ნაწილში მითითებული საწყობიდან. მასალების შევსება შესაძლებელია ღილაკებით პლუსი, შერჩევა, შევსება სპეციფიკაციის მიხედვით და ცხრილი შევსება ფაილიდან. გამოვიყენოთ ღილაკის შევსება სპეციფიკაციის მიხედვით. ცხრილი გადაივსება ყველა მაკომპლექტებლით, რომელიც სპეციფიკაციაში ჰქონდა გაწერილი, შესაბამისი რაოდენობით. ხელფასების ჩანართში შეგიძლიათ შეავსოთ შესრულებული სამუშაოსა და თანამშრომელთა გამომუშავების ჩანართები. შესრულებული სამუშაოს დასამატებლად აუცილებელია სამუშაო ტიპის ნომენკლატურის არჩევა ან დამატება. დავამატოთ სამუშაო ტიპის ნომენკლატურა. დადეგით ველზე და დააჭირეთ ღილაკს პლუსი. მოვნიშნოთ ტიპში სამუშაო. გაწერეთ დასახელება. ჩაშალეთ აღრიცხვის პარამეტრები.
დარიცხვის ტიპის ველში აუცილებლად აირჩიეთ დარიცხვის ტიპი, რომელზეც ხარჯის ანგარიში გაწერილი იქნება წარმოების ხელფასის კლასის ანგარიში. ტარიფის ველში შეგიძლიათ სრულისამებრ გაწეროთ სამუშაო ტარიფი. ალმის ნეტო თანხის მონიშნის შემთხვევაში დოკუმენტში სამუშაო ტარიფი ფასი შეივსება ნეტო თანხით და გადაითვლება გროსი. თუ ალამი ამორთულია, დოკუმენტში სამუშაო ტარიფი ფასი შეივსება გროსი თანხით და გადაითვლება ნეტო. დააჭირეთ ღილაკს ჩაწერა და დახურვა. მიუთითეთ პროდუქცია, რომლისთვისაც სამუშაო შესრულდა. თანამშრომელთა გამომუშავების ჩანართში ღილაკზე პლუს დაჭერით დავამატოთ 2 თანამშრომელი. მივუთითოთ ორივე თანამშრომელზე სამუშაო. მითითება შესაძლებელია როგორც ცალკეულად, ასევე ჯგუფურად. კონტროლ-A ღილაკების გამოყენებით მოვნიშნოთ ორივე თანამშრომელი და ჯგუფურად სამუშაოს შევსება ღილაკზე დაჭერით მივუთითოთ სამუშაო. თანხის გადასაანგარიშებლად დავაჭიროთ განაწილება კოეფიციენტის მიხედვით ღილაკს. დარიცხვის ტიპი გადაივსება ავტომატურად, ვინაიდან სამუშაო ტიპის ნომენკლატურაზე მიმული გვაქვს დარიცხვის ტიპი. კოეფიციენტის ველში შეგიძლიათ კოეფიციენტის განსაზღვრა თითოეულ თანამშრომელზე. მაგალითად, თუ თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს ოდენობა განსხვავდება ერთმანეთისგან, შეგვიძლია კოეფიციენტების შესაბამისად გავწეროთ. თანხა მითითებული კოეფიციენტების მიხედვით განაწილდება. სხვა ხარჯების ჩანართში შეგიძლიათ მიუთითოთ მომსახურების ტიპის ნომენკლატურა. მაგალითად, მიწოდება. ღილაკზე პლუს დაჭერით ავირჩიოთ სასურველი ტიპის ხარჯი. შევასვათ თანხა და პროდუქცია, რომელსაც ეკუთვნის ეს ხარჯი. თამდევი პროდუქტის ჩანართში მიეთითება პროდუქციის წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენი, რომლის აღრიცხვა შესაძლებელია როგორც შემოსავლად, ისე ხარჯად. ბუღალტრული შედეგის მისაღებად დააჭირეთ ღილაკს გატარება. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. წარმოების ხელფასი. თუ გსურთ წარმოების ხელფასის განაწილება საანგარიშო პერიოდის ბოლოს, შეგვიძლია შექმნათ წარმოების ხელფასის დოკუმენტი და შემდეგ ხარჯი გავანაწილოთ წარმოების ზედნადები ხარჯების განაწილების დოკუმენტით გამოშვებულ პროდუქციაზე. არსებული დოკუმენტის შინაარსი იდენტურია პროდუქციის გამოშვების დოკუმენტში არსებული ხელფასების ჩანართის. შექმნათ წარმოების ხელფასის დოკუმენტი. შევავსოთ დოკუმენტის შესაბამისად და გავატაროთ. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. წარმოების ზედნადები ხარჯების განაწილება და წარმოების ზედნადები ხარჯების განაწილების წესები. გადადით წარმოების ზედნადები ხარჯების განაწილების დოკუმენტში და დააჭირეთ ღილაკს პლუსი. გასანაწილებელი ხარჯების ჩანართში ცხრილი ნაწილის გადასავსებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ღილაკები: დამატება, ცხრილი შევსება ფაილიდან ან შერჩევა. დავაჭიროთ ღილაკს შერჩევა და ორჯერ დაკლიკებით ავირჩიოთ სასურველი ანგარიში, რომლის ნაშთის განაწილებაც გსურს გამოშვებულ პროდუქციაზე. შეგიძლიათ ანგარიშზე მოცემული ნაშთი დააკორექტიროთ საჭიროებიდან გამომდინარე. დააჭირეთ დოკუმენტში გადატანას. დავამატოთ განაწილების წესი. ამისთვის დადაგით ველზე და დააჭირეთ ღილაკს პლუსი. განაწილება შესაძლებელია განხორციელდეს მასალების, ხელფასის და პროდუქციის მიხედვით. განაწილების წესის შექმნისას შეგიძლიათ აირჩიოთ ჩამოთვლთაგან ერთი განაწილების წესი, რომელიც შეესაბამება თქვენს აღრიცხვიანობას. მაგალითისთვის ავირჩიოთ ხარჯის განაწილება პროდუქციის რაოდენობის მიხედვით. გავწეროთ დასახელება. დავაჭიროთ ღილაკს ჩაწერა და დახურვა. ხარჯის ნომენკლატურაში ავირჩიოთ შესაბამისი მომსახურების ტიპის ნომენკლატურა. გასანაწილებელი ზედნადები მასალის ჩანართში შეგიძლიათ საჭიროებიდან გამომდინარე მიუთითოთ მასალები, რომლებიც დამატებით დაგჭირდათ პროდუქტის წარმოებისთვის. გასანაწილებელი წარმოების ხელფასის ჩანართში შეგვიძლია დავამატოთ წარმოების ხელფასი, რომელიც ჯერ გამოშვებულ პროდუქციაზე არ გაგვინაწილებია. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკები პლუს და შევსება. შევსება ღილაკზე დაჭერით იხილავთ ორ ოფციას: მითითებული თვის წარმოების ხელფასით და მითითებული წარმოების ხელფასის დოკუმენტებით. მითითებული თვის წარმოების ხელფასის არჩევის შემთხვევაში ცხრილი გადაივსება დოკუმენტში მითითებული თვის შესაბამისად. მითითებული წარმოების ხელფასის დოკუმენტებით გულისხმობს ცხრილის გადავსება სასურველი წარმოების ხელფასის დოკუმენტით. წარმოების ხელფასის ხარჯის თანხა გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გადანაწილდება განაწილების წესის შესაბამისად. პროდუქციის ჩანართში ივსება პროდუქცია, რომელზეც ხდება არსებული ხარჯების განაწილება. ცხრილის გადავსება შესაძლებელია შემდეგი ღილაკებით: პლუსი და შევსება. შევსება ღილაკზე დაჭერით იხილავთ 4 ოფციას. მითითებული თვის პროდუქციის გამოშვებით შემთხვევაში, ცხრილი გადაივსება დოკუმენტში მითითებულ თვეში გამოშვებული პროდუქციით.
მითითებული პროდუქციის გამოშვების საწყობის მიხედვით გულისხმობს პროდუქციის გადმოვსებას კონკრეტული საწყობის მიხედვით. მითითებული გამოშვების დოკუმენტებით გულისხმობს კონკრეტული დოკუმენტის არჩევის შედეგად პროდუქციის გადმოვსება სრულ ნაწილში. მითითებული პროდუქციის გამოშვების დოკუმენტების მიხედვით გულისხმობს კონკრეტული საკუთარი წარმოების პროდუქტის არჩევას და მასთან დაკავშირებული გამოშვების დოკუმენტებიდან სასურველი შერჩევას, რომლის საფუძველზეც ავტომატურად შეივსება სრიული ნაწილი. შემდეგი ჩანართი, რომელიც უნდა შეივსოს, არის განაწილების შედეგი. სანამ ფანჯარაზე გადავალთ, აუცილებელია, რომ ყველა საჭირო ინფორმაციის შეყვანის შემდეგ დოკუმენტი ჩავწეროთ. შემდეგ პროგრამა მოგცემ შევსების ღილაკის გამოყენების საშუალებას. შევსების ღილაკზე დაჭერით, სრიული ნაწილი გადაივსება შეყვანილი ინფორმაციის შესაბამისად. დააჭირეთ ღილაკს გატარება ბუღალტრული შედეგის მისაღებად. გადავიდეთ წარმოების მოდულში და განვიხილოთ გამოშვებული პროდუქციის ანგარიშგება, რომელიც გვიჩვენებს საწყობის ჭრილში გამოშვებული პროდუქციის ოდენობას. ანგარიშგება მზა პროდუქციის თვითღრებულების ანალიზი გვიჩვენებს მზა პროდუქციის თვითღრებულებას, ხარჯის ტიპისა და სახეობის ჭრილში. თანამშრომელთა გამომუშავების ანგარიშგება ასახავს თანამშრომელთა გამომუშავების დეტალურ ინფორმაციას. ანგარიშგება წარმოების ხარჯების ანალიზი გვიჩვენებს წარმოების ხარჯების ანალიზს. იმედი მაქვს მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენს პრაქტიკულ საქმიანობაში. გმადლობთ ყურადღებისთვის.